მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო. დღევანდელი საჯარო გაშლა მექნება ესეთ შეკითხვაზე თქვენი კოლეგები თქვენ როგორც პროფესიონალს თქვენ საქმეში როგორ აფასებენ თქვენს შესაძლებლობებს. მნიშვნელობა არ აქვს თქვენ ვინ ხართ, რა საფეხურზე ხართ თქვენს კარიერაში. შეგიძლიათ ჩაიფიქროთ ნებისმიერმა, ვისთვისაც ეს რაღაც კარიერული ზრდა და განვითარება მნიშვნელოვანია, ხო? თქვენი კოლეგების შთაბეჭდილება თქვენზე და როგორ აფასებენ ისინი თქვენს კომპეტენციას. მოდი ესე მოვიქცეთ. პირველი ვარიანტისთვის იყოს აი ეს დასტა მთლიანად. ეს ჩვენი პირველი ვარიანტი. და მეორე ვარიანტისთვის იყოს რა საინტერესოა. მეორე ვარიანტისთვის იყოს ეს დასტა. ჩემი ყველაზე საყვარელი დასტებია ცხოვრების ამ ეტაპზე. ყველაზე კარგად ვიყენებ ამ დასტებს და საჯარო გაშლებშიც მშვენივრად ახერხებენ ხოლმე. ეს დასტები გვერდ ყოფნას. პირველი და მეორე. მე ვფიქრობ თქვენ უკვე ჩაიფიქრეთ და დროებით მეორეს გადავწევ. და დავიწყოთ პირველი ვარიანტით. თქვენი კოლეგების შთაბეჭდილება და შეფასება თქვენს პროფესიონალიზმზე. მოდი ჯერ დავიწყოთ კოლეგების შთაბეჭდილება თქვენზე. პირველი ვარიანტი. ინტერესოა. შთაბეჭდილება. როგორ აფასებენ თქვენს კომპეტენციას თქვენი კოლეგები? პირველი ვარიანტი. კოლეგების შეფასება კომპეტენციაზე. რას ეხება ეს? გავიგე. საინტერესოა, აბსოლუტურად საინტერესოა. ვაუ. მომწონს, ძალიან მომწონს. შვიდერი პასუხია. ეხლა დავიწყოთ კიდე ზოგადად თქვენზე როგორი შთაბეჭდილება აქვთ ადამიანებს და ადამიანების თვალში თქვენ ხართ ესეთი ტიპაჟის ადამიანები, აი რთულ, სტრესულ, კრიზისულ სიტუაციებში ადამიანებს მომენტალურად ახსენდება თქვენი თავი. თითქოს ადამიანები ფიქრობენ იმის, რომ თქვენ შეგიძლიათ პასუხისგებლობის თქვენ თავზე აღება, შეგიძლიათ სირთულეებიდან გამოსავლის მონახვა, მოძებნა და აი ამ სირთულეებისგან თავის დაღწევა. თქვენ ხართ ადამიანი, რომელმაც საკუთარ შიშებს გადააბიჯა. მე ვფიქრობ, რომ აი სამსახურს გარეთაც თქვენი იმიჯი, ხო? და აი თქვენზე წარმოდგენა აქვთ, ესეც რომ თქვენ ბევრი რაღაც გადაიტანეთ ცხოვრებაში. ცხოვრებამ გამოგაწრთოთ და აი როგორც აი ეს რო არის, ასე იწრთობოდა ფოლოდიო. ხო გაგიგიათ, აი როგორც რკინა ამ ცეცხლს და ეს რო გამოივლის და მე გამტკიცდება. ასე არის თქვენი საქმეც. ადამიანები ფიქრობენ, რომ ცხოვრებამ ბევრ სირთულეს შეგახვედრათ, მაგრამ თქვენ კი არ გატყდით და კი არ დანებდით. არა, პირიქით, უფრო გაძლიერდით, უფრო უკეთესი გახდით. და სირთულეების გამო რაც შეგხვდათ, ხო, აი ზუსტად აი სირთულეები გახდა мотиваცია. არა მარტო გადარჩენისთვის, არამედ იმისთვის, რომ ერთ-ერთი ყველაზე ესეთი როგორ გითხრათ, შესამჩნევი ადამიანი ყოფილიყავით და აი რას გულისხმობ, იცი, აი
თითქოს თქვენი ცხოვრების დევიზია, რომ სანამ ხარ ისე იყო, რომ შესამჩნევი უნდა იყო რა, კი არ უნდა არსებობდეთ, არამედ აი თქვენი ყოფნა უნდა იყოს შესამჩნევი, საჭირო, თქვენი თავისთვისაც სასარგებლო იყოთ, სოციუმისთვისაც, სადაც მუშაობთ და ხართ, აი ზოგადად ძალიან პასუხისგებლიანი, შრომისმოყვარე ადამიანის შთაბეჭდილებასაც უდაოდ უტოვებთ. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ თქვენი კომპეტენციის შეფასება მათი მხრიდან და ადამიანებს აქვთ ეგეთი წარმოდგენა თქვენზე, რომ თქვენ კარგად გამოგდით კომუნიკაციის დამყარება ადამიანებთან. საკმაოდ კომუნიკაბელური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ, მაგრამ ადამიანები ფიქრობენ იმას, რომ დასვენება და მოდუნება არ შეგიძლიათ. ვიღაცების თვალში ნამდვილად ესეა და ადამიანები ასევე ფიქრობენ იმასაც, რომ თქვენ ყველაფერი გაქვთ. რომ აი ყველაფერი გაქვთ ცოდნაც, გამოცდილებაც, საჭირო კავშირებიც, რა ვიცი, კიდე რა გჭირდებათ, ხო? თავდაჯერება, აი აბსოლუტურად ყველანაირი რესურსი გაქვთ იმისთვის, რომ თქვენ საქმეში იყოთ ძალიან კარგი. და ამასთანავე ადამიანები თქვენში ინტელექტუალურ რესურსსაც ხედავენ იმ საქმის აკეთებლად, რასაც აკეთებთ. შეიძლება ეხლა ვიღაცები მიყურებთ რაღაც კონკრეტულ პროფესიაში, ვიღაცა შეიძლება მუშაობდეს აი რაღაც ისეთ საქმიანობაზე, რაც შეიძლება თვლიდეს, რომ ეს არ არის რაღაცა ისეთი საქმე, რომელიც გაზრდის მას და ვთქვათ, ან დაწინაურდა, აი ხო არის ახლა პოზიციები, რომელიც შეიძლება 5 წელი, 10 წელი, 20 წელი იმუშაო, მაგრამ აი ფიზიკურად რო იქ ვერ გაიზრდები რა, ახლა არც ერთ პროფესიას, არც ერთ საქმიანობას არ ვაკრინებ, უბრალოდ არის ზოგიერთი სამსახური, რომელიც არის რუტინული, ხო? ახლა აი ხო არ მინდა ახლა ზედმეტ კონკრეტიკაში მართლა ჩემი ძალიან დიდი პატივისცემა ყველა პასუხისგებლიანი ადამიანის მიმართ უბრალოდ აი რა სფეროშიც არ უნდა იყოთ ადამიანებს აქვს გაცდა იმის რომ თქვენი პროფესიისთვის საჭირო უნარჩვევები ნამდვილად გაქვთ და იმაზე ბევრად მეტიც ვიდრე თქვენ ახლა მაგ გარემოცვაში შეგიძლიათ რომ აკეთოთ რა. ან ვიღაცების წარმოდგენაში თქვენ იმ შემთხვევაშიც კი თუ ახალი ხართ და იმ შემთხვევაშიც კი თუ კი დამწყები ხართ, ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს იმას, რომ თქვენ ბევრი იცით და ბაგაჟი გაქვთ, აი ასე რომ ვთქვა, ცოდნა გაქვთ მოგროვებული ისეთი, რაც სიმყარეს გაძლევთ, ის რაც თავდაჯერებას გაძლევთ და შესაბამისად ეს თქვენს ხარისხზეც, თქვენი შრომის ხარისხზეც აისახება. ხო? ეგ არის ძირითადად საკმაოდ დადებითი წარმოდგენები ადამიანებს თქვენზე, მაგრამ როგორ იქნებოდა ჩემი გაშლა მაგის ქურუმი ქალის, ქურუმი კაცის გარეშე, მთვარეც, ეშმაკიც, ყველაფერიც. ხო, ნუ მე ხო ამას მივეჩვიე და უკვე აღარ მიკვირს. რა ვიცი, აბა. შემდეგი საჯარო გაშლა ტაროლოგებისთვის, ეზოთერიკებისთვის ალბათ. ცალკე გაშლა ალბათ მოუწევთ. პრინციპში რატომაც არა. კი ბატონო, ეს იყო ჩემი პირველი ვარიანტისთვის. მშვენიერი განწყობა და მშვენიერი დამოკიდებულება გქონდათ წესით და რიგით თქვენს კოლეგებს თქვენთან მიმართებაში. ერთადერთი რაც ცოტა ესეთი ჩანდა, ეს არის ის, რომ თქვენ დასვენება არ იცით. ვიღაცები აი ვორკაჰოლიკებად შეიძლება აღიქვამდნენ. კი ბატონო. ჩემი ძვირფასებო, მე გელოდებით კომენტარებში, რა თქმა უნდა, ლაიქებშიც ძალიან მახარებს ხოლმე თქვენი აქტიურობა, თქვენი უკავშირი, ეს ძალიან დიდ мотиваციას მაძლევს, როგორც ამას აღვნიშნავ ხოლმე ჩემს ვიდეოებში და ახლა გადავედი მეორე ვარიანტზე, თქვენი კოლეგების შთაბეჭდილება. ეს გავწმინდა დასტა და როგორც დარჩა. კარგი. კოლეგების შთაბეჭდილება თქვენზე. მეორე ვარიანტი.
გავიგე. აბა ჩემიშველა ეს საკითხი. მოდი მე გავაჟღერებ და ახლა მე არაფერს შუშია რომ ეს არის უბრალოდ მათი აზრები, რომელიც ახლა აქ გამოჩნდა და გავაჟღერებ თქვენი კოლეგების აზრით თქვენ ხართ ძალიან ისეთი ლიდერული, პირველობის მოყვარე ადამიანი. თქვენ ხართ ადამიანი მათ თვალში ყოველ შემთხვევაში. ცოტა ზედმეტებში შეიძლება გადაგდიოდეთ კოლეგების აზრით. თქვენი თვით სიყვარული, თქვენი თავდაჯერება. ვიღაცები შეიძლება ფიქრობენ იმას, რომ ზედმეტად დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე. მე არ ვფიქრობ ეს, უბრალოდ მე ვახმოვანებ მათ აზრებს, მე ნუ გამიფრაზდებით. ვიღაცები ფიქრობენ იმას, რომ თქვენ არ გიყვართ საპირისპირო აზრის მოსმენა. ვიღაცები შეიძლება ფიქრობენ, კი არ ფიქრობენ, ჭორაობენ. პირდაპირ კითხვის ჭორაობენ თქვენ ზურგს უკან იმას, რომ კონფლიქტებს და კონფლიქტის და ჩხუბის მიზეზს ეძებთ იქ, სადაც არ არის არც საჭიროება და არც მიზეზები, ანუ ზედმეტად კონფლიქტური, ჩხუბის და აი რაღაც აი ზედმეტად ისეთი პირველობისკენ სწრაფი სურვილი. ნუ თვითონ მათ აღქმაში ესეა. და აი რაღაცა სულ დატოლებებში შეიძლება იყოთ მათი აზრით. და აი ვიღაცებს აქვს განსწერა, რომ კარგი რა გააჭირა საქმე რა, ანუ რა გახდა. ანუ რაღაცა ეს მომენტი შეიძლება ჰქონდეთ ადამიანებს. თითქოს სულ რაღაც ის მტკიცებაში ხარ, თითქოს სულ ვიღაცასთან ბრძოლებში ხართ, სულ ვიღაცას რაღაცას თხოვთ, უმტკიცებთ. ზედმეტად მოერგეთ იმ როლს, რაშიც ხართ ვიღაცების აზრით. ნუ ეხლა ექვსიანი კვერთხებიც ისეთია რა. აი სხვათა შორის ადამიანები ფიქრობენ იმას, რომ თქვენი მართვა არის ძალიან მარტივი, ოღონდ შექებით. ანუ თუ შეგაქებენ, всё, ანუ მათი ხართ. ესე შეიძლება ფიქრობენ და ადამიანებს შეიძლება ეშინოდეთ თქვენში, თქვენთვის სიმართლის პირში თქმა. იმიტომ რომ ფიქრობენ იმას, რომ თქვენთან უნდა იყვნენ შორს და მშვიდობით. ასეთი წარმოდგენა შეიძლება ჰქონდეთ ვიღაცებს და იცი როგორი მომენტია, ერთის მხრივ გავიგეთ ეს, მაგრამ აი რაღაც სიტუაცია რომ მოხდეს და თქვენ ცოტა სირთულეში აღმოჩნდეთ, არც ერთი ადამიანი არ მოვა და არ გეტყვით, რომ აი შენ ახლა გეშლება და მოდი სხვანაირად სცადე. იმიტომ კი რომ ვიღაცას გული არ შესტკივა თქვენზე. არამედ იმიტომ რომ ადამიანები ფიქრობენ იმას, რომ თქვენ განსხვავებული აზრის მოსმენა არ შეგიძლიათ და ჩათვლით იმას, რომ ის ვინც სიმართლეს გეუბნევათ, შეიძლება ჩათვალოთ თქვენს მტერად და აქეთ მას გადაეკიდოთ თუ რაღაც. ხვდებით, ამიტომ ფიქრობ, რომ აი თავში ვქაც უხლია რაღაცა ეგეთი, ახლა შეიძლება ცუდად ჟღერდეს, მაგრამ აი ძალიან ისეთი ვარიანტი მოდის, აი ზედმეტად ხისტები და ზედმეტად მკაცები, ანუ იმპერატორის უარყოფითი მხარე უფრო წამოიწია, იმიტომ რომ ძირითადად აქ ისეთი არკანები, რომ აშკარად მათ თვალში ამ ენერგიას ვერ უმკლავდებით, იმიტომ რომ შეიძლება მათი აზრით გქონდეთ თქვენ მუდმივად აღიარების მოთხოვნილება და აქედან გამომდინარე ცოტა ის აი ზურგს უკან კაი არ მინდა ახლა ყოველ შემთხვევაში ადამიანები ფიქრობენ იმას, რომ აი ცოტა იმპულსური ხასიათის ადამიანი ხართ, სულსწრაფი, ფიცხი ბუნების ადამიანი. მარტივად შეიძლება თქვენი აგდება, უხეშად რო ვთქვა და თქვენი გაბრაზება. ანუ იმპერატორს ახლა დადებითი მნიშვნელობაც აქვს და უარყოფითიც ზოგადად, მაგრამ აქ ისეთ არკანებთან დამიჯდა, რომ ანუ დადებით მხარეზე ფიზიკურად ვერ ვიტყვი. აი ახლა ზრდილობის ფარგლებში
ვერ გავაჟღერეთ მაგას, მაგრამ აი ძალიან ისე ძალიან დატოლებებში ხართ მუდმივად ყველასთან და ყველაფერთან და კარგი, მოდი უბრალოდ ვიკითხოთ თქვენს კომპეტენციას როგორ აფასებენ ეს ადამიანები. თქვენს კომპეტენციას როგორ აფასებენ ეს ადამიანები, თქვენი კოლეგები ზოგადად როგორ აფასებენ თქვენს კომპეტენციას. წეღანაცხო იყო არკანი მაგი და იეროფანტი და აქაც მიმეორდება არკანი მაგი, არკანი იეროფანტი. შტები რა, როგორი საოცარი გაშლები მაქვს ხოლმე ამ ბოლო დროს განსაკუთრებით. კი ბატონო, მობრძანდით. მობრძანდით. ხო, თქვენს კომპეტენციას ადამიანები აფასებენ ესე რომ აი დაბალანსებულად აკეთებთ თქვენს საქმეს, ზომიერებას, ბალანსს იცავთ თქვენს საქმეში, ზედმეტად არც თავს არ შეიწუხებთ, მაგრამ არც დააკლებთ თქვენს გასაკეთებელს, ესეთი წარმოდგენა აქვთ ადამიანებს თქვენზე. ადამიანები ფიქრობენ იმას, რომ აი რაც გევალებათ, აკეთებთ ყველაფერს პირნათლად, მაგრამ იმის იქით თავს არ შეიწუხებთ. თქვენი შედეგებითაც ვფიქრობ, რომ საკმაოდ კმაყოფილები უნდა იყვნენ ადამიანები განსაკუთრებით ეს შეიძლება ეხებოდეს აი ფსიქოლოგები, ეზოთერიკები, პედაგოგებიც შეიძლება, ხო? მარტო აი ადამიანის ფსიქიკას რაც ეხება, ადამიანზე ზრუნვას რაც ეხება, შეიძლება ეგ თანი, ექიმიც ბრძანდებოდეთ. ხო, აი ან ადამიანის ფსიქიკას ეხებით, ან ადამიანის ჯანმრთელობას. ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანები ფიქრობენ იმას, რომ თქვენ რაც გევალებათ, თქვენს გასაკეთებელს აკეთებთ ყველაფერს ჩვენივრად, მაგრამ იმის იქით თავს არ იწუხებთ ზედმეტად არაფრისგან. ხო? ხო, რა ვიცი, არატომ დაიწუხებთ. ზედმეტად და რატომ დაიწვირთავდეთ თქვენ თავს. ხო, ნუ ახლა ამ შემთხვევაში ქურუმი კაცი საკმაოდ ისეთი განათლებული ინტელექტუალური ადამიანის შთაბეჭდილებასაც შეიძლება რომ მოისაზრებდეს ამ შემთხვევაში, მაგი ნიშნავს ამ კონკრეტულ გაშლაში, რომ თქვენი საქმის უბადლო სპეციალისტიც შეიძლება იყოს და ასე სხვათა შორის ახლა ხო მაგი აი როგორი არკანია ხო ნახეთ აი ყველანაირი პენტაკლების თასების ხმლების, კვერთხების, ყველაფერი უდევს მაგიდასთან, ხო? და ნუ ეს თავთან უსასრულო. ნუ ჩემს აღქმაში, ამ სუთას, ამ გაშლაში და ამ კითხვაზე ეს არის ასე, რომ შეიძლება თქვენს პროფესიაში მრავალმხრივ განვითარებული ადამიანი იყოთ და შეიძლება გქონდეთ სხვადასხვა მიმართულება. რას უგულისხმობ? აი მაგალითად პირობითად ავიღოთ, თქვათ ექიმი, ხო? ექიმი, რომელმაც შეიძლება იყოს თერაპევტი შეიძლება მუშაობდეს, რა ვიცი, სტაციონარშიც, შეიძლება გამოსდიოდეს, რა ვიცი, რენტგენის გადაღებაც, აი ბევრი რაღაცა გეხერხებათ, აი თქვენს საქმესთან რაც არის დაკავშირებული, ხო? აი მაგალითად ეხლა ხო, თქვათ ტაროსში ამ მომენტისთვის, მაგრამ აგერ მაგ რუნებიც, ვიცი ყავას, თქვათ მძვლებზე კითხავება, აი ხო ხვდებით, ანუ იდეაში საქმე ერთია, მაგრამ სხვადასხვა ინსტრუმენტით, სხვადასხვა ხო, ცოდნით შესაბამისად, ხო? თქვენ კიდე თქვენ თავზე მოერგეთ ადამიანი, ან შეიძლება სხვადასხვა ენა იცოდეთ.
სხვადასხვა პროფესია გქონდეთ. ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანები თქვენში აი ამ ინტელექტუალურ მრავალფეროვნებასაც ამჩნევენ. ანუ როგორი მომენტია იცი? პიროვნულად ხასიათში ვერ გეწყობიან ადამიანები, თორე თქვენს პროფესიონალიზმს ნამდვილად აფასებენ. ეს არის ძირითადად ახლა მეორე ვარიანტში. თავარი მაინც მე ვფიქრობ, რომ პროფესიონალიზმია და თვითონ ის საქმეს როგორი ხარისხით ასრულებთ და არა ის ახლა ვინ ვის როგორ ეწყობა სამსახურში. ეგ ცოტა მეორე ხარისხოვანია, მთავარი საქმე გაკეთდეს კარგად, არ მეთანხმებით. კი ბატონო, ეს იყო ჩვენი გაშლა, ჩემო ძვირფასებო. მე დროებით გემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე. გისურვებთ წარმატებას და ბედნიერებას. აბა ნახვამდის.